ეკოლოგია და ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ზრუნვა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის 4 დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 4500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. ლიდერობს თბილისი, თუმცა მაჩვენებლები საყურადღებოა ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც. რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო კონტროლის გასამკაცრებლად? როგორ იცვლება ჯარიმების სტატისტიკა და რამ გამოიწვია მასშტაბების გაზრდა. ტატო ირემაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში და ყველა ამ კითხვას ვეცდებით, რომ გავცეთ პასუხი. საკმაოდ მასშტაბური ციფრი არის, როგორც უკვე გითხარით, დარღვევების რაოდენობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. 6 თვის მონაცემები 4575 დარღვევა. მოდით დავიწყოთ აი ამ ციფრებზე საუბრით. რას ამბობს ეს ციფრები? გაიზარდა დარღვევების რაოდენობა რეალურად თუ გამოვლენა გაიზარდა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა, რომ აქტიურად ისევ აგრძელებთ მნიშვნელოვან და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გაშვებას. რაც შეეხება ციფრებს, თქვენ ახსენეთ 4500-ზე მეტი საჯარიმო სანქცია, ეს არის 6 თვის ჭრილი, ანუ ნახევარ წელში გამოიწერა რამდენი ჯარიმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევადარეთ ეს გასული წლის იგივე ქრონოლოგიურ ჩარჩოს და ვნახეთ, რომ ფაქტურად გაორმაგებული არის საჯარიმო სანქციები. რას გვაძლევს ეს, რომ მარტივად ახსნათ მოქალაქეებისთვის, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ანალიზის საფუძველზე დადგინდა შემდგომი რამ. ჯარიმების რაოდენობა არის მომატებული, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ დამრღვევები ამ შემთხვევაში და პრობლემები, რომელსაც მანქანას გააჩნია ამ შემთხვევაში გამონაბოლქვის, არის მომატებული ქალაქებში. ესე არ არის და რა არის თავარი მაჩვენებელი სტატისტიკის მომატების და ინდიკატორები. ეს არის ის, რომ თქვენ იცით 2023 წელიდან მოქმედებს ზოგადად აღნიშნული ესე ვთქვათ პროექტი და აღნიშნული კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში. თავდაპირველად ეს იყო მწირი რესურსებით და იყო დაკვირვების რეჟიმში, თუმცა წლიდან წლამდე და განსაკუთრებით გასულ წელს და წელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ გავზარდეთ ეკიპაჟების რაოდენობა, დაემატა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც აქტიურად იქნა დანერგილი, გულისხმობთ გამზონ ხელსაწყოებს და ასევე დაემატა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რამაც საშუალება მოგცა, რომ ქალაქებში მოგვეცვა მნიშვნელოვნად ბევრი ლოკაცია და არ გამორჩენილიყო მათ შორის კრიტიკულად დიდი მასა ავტომობილების. მონიტორინგის პროცესი უკეთ რომ მოგვიყვეთ, შეიძლება როგორ ხდება, მაგალითად ჩაიარა მანქანამ, რომლის გამონაბოლქვით რაღაცა დასაშვებ ნორმას აღემატება. როგორ ხვდებით, ვინ ადგენს, როგორ ადგენს? კი ბატონო, ჩვენი ავტომობილი მხოლოდ ვიზუალით დგინდება, როგორც ადრე ყო, აი გამონაბოლქვს ხედავთ, რომ აფრქვევს და გააჩერე შენ, იმიტომ რომ უნდა შეგამოწმო. ასეა თუ როგორ? ეთქვით ახლავე, მაყურებელი პრინციპში კადრებში ხედავს, ჩვენი ავტომობილები არის სპეციალურად შეფერილი, დაბრენდილი, სპეციალური წარწერებით, ჩვენი პატრულების ეკიპაჟები იყენებენ იგივე წესს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიცია გაჩერებისას ავტომობილისაც იყენებს. ავტომესაკუთრების განემარტება მისი უფლებები, გაჩერების საფუძველს სამართლებრივ ამ შემთხვევაში წარმოადგენს ხილული გამონაბოლქვი, ანუ მაშინვე, როდესაც ჩვენი პატრულების ეკიპაჟი დაინახავს და შენიშნავს ამა თუ იმ ავტომობილიდან ხილულ გამონაბოლქვს, უჩნდება სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება, რომ შეაჩეროს სპეციალური წესით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის პიროვნულ ახმებზე დამოკიდებული ჯარიმის გამოწერა. ჩვენ ვიყენებთ ევროპული ტიპის აპარატურას, კონკრეტულად გერმანული ტიპის, რომელიც არის აპრობირებული სხვადასხვა ტექინსპექტირების ცენტრებში, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატებით და არის ცდომილების კოეფიციენტით საკმაოდ მცირე და მინიმუმამდე დაყვანილი. გულისხმობთ იმას, რომ როდესაც გაიზომება ადგილზევე ავტომობილის გამონაბოლქვის სისტემა, ეს ხდება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავიანზე, ადგილზევე შეგვიძლია მძღოლს ან მესაკუთრეს დაუდასტუროთ ამ შემთხვევაში და გადავცეთ საჯარიმო ქვითარ. მე მაინტერესებს აი ჯარიმების ეს დიდი წილი მოდის მსუბუქ ავტომობილებზე მოდის თუ რაიმე ამ ტრანსპორტზე სიტყვაზე ან სამშენებლო სატვირთო მანქანებზე და არა მხოლოდ აი როგორ არის გადანაწილებული? მინდა გითხრათ რომ 2023 წლის 4 სექტემბრიდან ფაქტობრივად არასრული 3 წელია უკვე გასული რაც კონტროლი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან უკვე გამოწერილია აი ამ 4 ქალაქში დაახლოებით 20,000-მდე საჯარიმო სანქცია ჯამურად. მინდა გითხრათ, რომ აი ამ ჯამური სტატისტიკიდან 70-80% ანუ უმრავლესობა არის სუბუქი ავტომობილები, ესეც ახსნადია, გამომდინარე პირადი მოხმარების დიახ, თუმცა აქ შედის ასევე კომპანიის ავტომობილების შეპესები, სადაც ამ ხას უსვამ გამომდინარე იქიდან, რომ განსხვავებული საჯარიმო სანქციებია კომპანიებთან დაკავშირებით, ფიზიკურ პირებთან შედარებით. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქალაქებში, სადაც კონტროლი მიმდინარეობს, არის მოიხსენებათ უმეტესი ავტომობილი,
კლასიფიკაციიდან გამომდინარე, რომელიც გადაადგილდება, არის სუბუქი, ურბანული ადგილებია, შესაბამისად, ესეც ახსნადია თუ რატომ არის პროცენტულად უმეტესი დაჯარიმებული სუბუქი. ამ შემთხვევაში სუბუქი ავტომობილები ჭარბობენ დაჯარიმებულთა შორის. კი, არ მესმის ეს შეკითხვა იქიდან გამომდინარე გამიჩნდა, რომ დიზელის ზრავიანი მანქანები ხშირად გამოცდილებით უფრო მეტად ბოლავენ ხოლმე და ანუ სატვირთოები არის უფრო ძირითადად და აქედან გაჩნდა ეს შეკითხვა. სანქციები ვახსენეთ არაერთხელ და თუ შეგვიძლია რაღაცა დიფერენცირაცია მოვახდინოთ, თქვა სანქციების არა რაოდენობის არის ჯარიმა, შეფასაზე რა არის და თქვა ფიზიკურ პირზე რა არის. კი, სანქციები თავიდანვე იქ და გამეორებაზე რა ხდება ესეც მნიშვნელოვანია. კი, აუცილებლად ამ მექანიზმს ახსნი მოქალაქეებისთვისაც ინფორმაციულად მნიშვნელოვანი იქნება. ფიზიკურ პირებზე პირველ ეტაპზე არის საჯარიმო სანქცია 100 ლარი, 100 ლარის ოდენობით. როდესაც გამოიწერება საჯარიმო სანქცია, მოქალაქეს აქვს 15 დღე ვადა და უფლება იმისა, რომ აღნიშნული ავტომობილი დიმოძრაოს ქალაქში და 15 დღეში მოაგვაროს პრობლემა. თუ მე-16 დღეს პატრულების ეკიპაჟი შეაჩერებს ავტომობილს, რომელსაც უკვე 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია გამოწერილი აქვს და არ იქნება მოგვარებული პრობლემა და იგივე, ესე ვთქვათ, გაზომით შედეგები დადასტურდება, რომ იგივე პრობლემა აქვს ავტომობილს, გამოიწერება გასამაგებული, ანუ 300 ლარიანი საჯარიმო სანქცია. და აი ამ კონკრეტული ავტომობილის შემოწმება სპეციალურად მოხდება თუ ისე ვთქვათ რაღაც თქვენ თუ გადაეყარეთ ესევ იმ ავტომობილს თუ აი შენ რადგან დაჯარიმებული ხარ უნდა შეგამოწმო 15 დღეში სპეციალურად არ მოხდება ჩვენი პატრულების ეკიპაჟები ამ შემთხვევაში სელექციურად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე აჩერებენ ავტომობილებს იმ პრინციპით რა პრინციპის დასაწყისში ახსენი ასე რომ ის რომ დაჯარიმებული ავტომობილი და აუცილებლად ეს ავტომობილი უნდა გაჩერდეს ესე არის ავტომობილის გაჩერების თავარი საფუძველი არის მხოლოდ გამონაბოლქვი ეს ფიზიკურ პირებზე ვთქვი საჯარიმო სანქციები იურიდიულ პირებზეც ვიტყვი მოკლედ პირველ ეტაპზე იქ არის 500 ლარიანი განსხვავებით 100 ლარის ანუ 5-ჯერ მეტი არის საჯარიმო სანქცია და განმეორების შემთხვევაში არის 1500. ეს საჯარიმო სანქციები კიდევ იზრდება, მესამე ეტაპი იქ არის უკვე 900 და 1500 ლარი ფიზიკურ და იურიდიულ პირების შემთხვევაში. განმეორების შემთხვევაში რა ხდება? ესეც მნიშვნელოვანი არის. აი მაგალითად მიეცით უბრალოდ მოქალაქეს ჩვეულებრივ რომელიც სუბუქი ავტომობილი გადაადგილდება და 15 დღე მივეცით და მე-16 დღეს აღმოჩნდა რომ არ მოაგვარა ადამიანმა. აი მაგ შემთხვევაში რა სანქციები ემუქრებათ? თუ ერთს თუ მეორეს, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს და თუ შეფასება. სწორედ ეს შემთხვევა ის როცა ვახსენე რომ ფიზიკური პირის შემთხვევაში 100 ლარი იზრდება და ხდება 300, დიახ, ხდება 300 და იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი იზრდება 3-ჯერ და ხდება 1500. ძალიან გვიწევს დარწმუნება, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მოქალაქეებიც იქნებიან. სადამდე მიდის ეს სანქციების ზრდა, ანუ რეალურად თქვა მესამე ანუ გათვალისწინებულია ყოველჯერზე? მაქსიმალური ეტაპის, ანუ 3 ეტაპიანი საჯარიმო სანქცია არის ფიზიკურ პირებზე 100, ამ შემთხვევაში 300 და 900, 600 ლარი უკაცრავად და იურიდიულ პირებზე ეს არის 500, 1500 და 3000 ლარი. აქედან გამომდინარე ეს არის 3 ეტაპიანი, თუმცა შემდგომ რა თქმა უნდა თუ არის გარკვეული პრობლემები, იქნება ეს საჯარიმო სანქციის თავიდან არიდების გადაუხდელობის ან ასე შემდეგ, რა თქმა უნდა იქ ირთვება უკვე სხვა სამართლებრივი გზები, ერევა ახსულების ეროვნული ბიურო და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ყველაფერი საკანონმდებლო კუთხით მინდა გითხრათ რომ საკმაოდ დახვეწილია და ამ კუთხით თითქმის პრობლემები არ გვაქვს ხოლმე. ბატონო, მაინტერესებს ჩვენ ვახსენეთ თავშვის მე თქვენს თქვით რომ თბილისზე მოდის ყველაზე მეტი დარღვევა, ხო? რაოდენობის მიხედვით, მაგრამ ეს არის იმიტომ რომ თქვა პროცენტულადაც ყველაზე მეტი დარღვევა მოდის, აი ქალაქების ზომები და მაცხოვრებლების რაოდენობა რომ შევადაროთ, თუ არ არის ასე პროცენტულად. და კიდევ ამას დავამატებდი თუ შეიძლება, ანუ თბილისი ალბათ ლიდერია, რა თქმა უნდა, გასაგებია უბრალოდ იმას რომ რამდენად დაბალანსებულად არის გადანაწილებული მაგალითად სხვა ქალაქებში ეკიპაჟები, რომლებიც აი ამ თემის გამოდიან რესურსი. კი, საინტერესო კითხვა ნამდვილად გავცემ პასუხს, დავიწყებ იქიდან რომ თბილისი გამომდინარე არეალიდან, გამომდინარე ფართობიდან და ასევე მინდა გითხრათ რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა, 800,000-მდე ავტომობიля ოფიციალურად რეგისტრირებული თბილისში, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა, შესაბამისად, აქედან გამომდინარე ავტომობილების რაოდენობიდან და ფართობიდან ცხადია თბილისი პირველი არის, თუმცა ასევე კითხვას დაუბრუნდები და გეტყვით რომ სტატისტიკურად ასევე მინდა გითხრათ დარღვევები, მაგალითად თუ ავიღებთ ქუთაისს და ბათუმს ან რუსთავს ავტომობილების დაუშვათ მდგომარეობა სპეციფიკაციების
იქ უფრო შედარებით პოზიტიურია ამ ქალაქებში და ნაკლები საჯარიმო სანქციები იწერება თუ ჩვენ სტატისტიკა სიღრმისეულად ჩავუყენებთ. თუმცა მთავარი ესე ვთქვათ მიზეზი მაინც არის ქალაქის ფართობი, მაინც რა თქმა უნდა რჩება ავტომობილების რაოდენობის სიჭარბე, რაც დედაქალაქშია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკიპაჟები გადანაწილებული არიან სწორედ იმ პრინციპით, ქალაქს რა ესე ვთქვათ, ეკიპაჟები სჭირდება რაოდენობრივად. ცხადია, თავდაპირველად ჩვენ გვქონდა გარკვეული გამოწვევები, იმიტომ რომ ახალი იყო პროექტი, შედარებით კადრების ესე ვთქვათ მომზადება და პოვნა გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენდა ჩვენი მხრიდან, თუმცა ეს საკმაოდ წარმატებით დაძლია გარემოსდაცვის ახალი ავტოპარკი, ჰიბრიდული ავტომობილების ეკომეგობრული ავტომობილები, რომელსაც არ აქვს გამონაბოლქვი. შესაბამისად, იგივე ქუთაისის ფართობს თუ ავიღებთ, იგივე რუსთავს და ბათუმს, სადაც მიმდინარეობს კონტროლი, თბილისის გარდა საკმაოდ მრავლად არიან ეკიპაჟები, რომელიც ამ შემთხვევაში ამ ქალაქებს ყოფნის, თუმცა აქვე დავამატებთ და გეტყვით, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ გაიზარდოს ეკიპაჟების რაოდენობა მიმდინარე წელს და მომავალ წლებში და ასევე გეტყვით სიახლეს, რომ საქართველოს პარლამენტშიც მიმდინარეობს გარკვეული მსჯელობები გეოგრაფიული არეალის გაზრდასთან დაკავშირებით, რომ 4 ქალაქს შესაძლოა გასცდეს მომავალში აღნიშნული კონტროლი და სხვა ქალაქებშიც დაინერგოს იგივე კონტროლი. კი ბატონო, და თბილისთან დაკავშირებით მაინტერესებს, სრულად მოიცავს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ჩვენ განაწილებული ყავს ეკიპაჟები ოფიციალურად მუნიციპალიტეტებით და დაყოფილი ესე ვთქვათ საზღვრებით, სადაც თითოეულ ესე ვთქვათ უბანში იქნება ეს თუ თითოეულ საზღვარში ჩვენი ეკიპაჟი აუცილებლად შეხვდება მოქალაქეს და დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამის უმცირესობას. კი ბატონო, როგორ მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადების პროცესი, იმიტომ რომ განახლებული ავტოპარკი ვახსენეთ, მაგრამ ყველა სიახლეს მე ჭირდება ხოლმე თავიდან შესწავლა და სწავლა და თავარია კადრები. რამდენ ხანში ერთხელ ხდება ხოლმე თანამშრომელთა გადამზადება და რა ფორმით? მინდა გითხრათ, რომ გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ზოგადად პატრულების ეკიპაჟები და სწრაფი რეაგირების ცხადია მთელი საქართველოს მასშტაბით ყავს გაბნეული, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ, რაც დეპარტამენტის კომპეტენციებში შედის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის როცა 2023 წელს აი ეს საკითხი გამონაბოლქვის კონტროლი დაგვევალა, არ ყოფილა ესე ვთქვათ რთული და სიახლე გამომდინარე კიდევ რომ ჩვენ ინსტიტუციონალური ცოდნა და გამოცდილება გულისხმობ უწყებას ჰქონდა და შესაბამისად მარტივად მოხდა კადრების გადამზადება. კადრების გადამზადებაში ძირითადად ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ცხადია ის აპარატურა, რომელიც ავტომობილებში არის სტაციონარულად ჩამონტაჟებული და რომელთაც ხდება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავიანის გაზომვა, მნიშვნელოვანია უშუალოდ აპარატურასთან მუშაობის ცოდნა და არსებული ესე ვთქვათ სპეციფიკაციების სწავლა. ეს მიმდინარეობს მუდმივად დეპარტამენტში, იგივე არსებულ თანამშრომლებთან რა თქმა უნდა უწყვეტი გადამზადება და ახალი კადრების ესე ვთქვათ როგორც მოზიდვა, ასევე მომზადება. მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით თითქმის არ გვაქვს პრობლემები და ასევე ვიტყვი იმას, რომ ეს ეკიპაჟების ესე ვთქვათ რაოდენობის და არის პოზიტიური და ბუნებრივი, რადგან თავად ესე ვთქვათ მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ სურვილს, რომ დასაქმდნენ ამ მიმართულებით და ჩაერთონ ამ კონტროლში. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი 2023 წლიდან ხორციელდება ზედამხედველობა ამ მიმართულებით გამონაბოლქს გულისხმობ თუ შეგვიძლია პრაქტიკაზე დაყრდნობით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რომ ავიღოთ თქვენი მიზანი. აი სად ვართ ახლა, რა გზა გამოვიარეთ, რეალურად გამონაბოლქვით მიყენებული ზარალი გარემოს მიმართულებით შემცირდა თუ არ შემცირდა და მიზანი საბოლოოდ რა არის და როდის ვარაუდობთ რომ ამ მიზნამდე ახლოს მივიღოთ. საკმაოდ კომპლექსური კითხვაა. ვეცდები ჩვენი კომპეტენციებიდან გამომდინარე, თქვენ იცით რომ ზოგადად გარემოსდაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წლების განმავლობაში წარმოადგენდა და ეს დღესაც გრძელდება ატმოსფერული ჰაერის პრევენცია და დაბინძურების პრევენცია ზოგადად როგორც დიდ ქალაქებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. ამ მიმართულებით ტარდება ძალიან ბევრი ღონისძიება, იგივე ეს იქნება პოტენციური დაბინძურებელი საწარმოების მიმართ სხვადასხვა ვალდებულებები, გამწვენდი ფილტრების დაყენება და ასე შემდეგ. თუმცა დღეს რა თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მსუყე კომპონენტი და მე დაგითხრათ, რომ 2023 წლამდე მანამ არსებული კონტროლი იქნებოდა. ამას ფაქტიურად ფოტო მასალები, ვიდეო მასალებიც და
ესე თქვა ქალაქში განთავსებული კამერის მასალების ადასტურებენ, რომ კონტროლამდე ვიზუალურად ძალიან რთული სიტუაცია იყო, რადგან თითოეულ მოქალაქეს აი ყოველფეხის ნაბიჯზე ხვდებოდა ესე რომ თქვა შავი ფერის გამონაბოლქვი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს კონტროლი 2023 წელს და ფაქტიურად არასრულ წელში გამოიწერა გარკვეული ტიპის ჯარიმები მოქალაქეებმა, გულისხმობ ვინც ავტომესაკუთრეები არიან და გადაადგილებიან ქალაქში, უკვე რა თქმა უნდა ინფორმაციის დონეზე გაიგეს, რომ ესეთი კონტროლი არსებობს, ანუ მე თუ მყავს ავტომობილი, რომელსაც აქვს შავი ფერის გამონაბოლქვი, ეკონომიკურად და ჩვენ პრინციპში დასაწყისში, როდესაც კონტროლი წყებოდა, ეს აუხსენეთ კიდეც მოქალაქეებს ძალიან კარგად, რომ ფინანსურად აღნიშნული პრობლემის მოგვარება ბიუჯეტურად ბევრად უფრო ესე ვთქვათ მომგებიანია, ვიდრე იმ სანქციების გადახდა, რომელიც დაწესებულია. შესაბამისად, ერთჯერადად აღნიშნული პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურად და ცხოველებისთვის მომგებიანია, ვიდრე ჯარიმების გადახდა. ერთ რაღაცასაც ვიკითხავ, ეს ავტომობილების თემას რო გავწვდეთ, თქვენ კომპეტენციაში სხვა რაღაცებით შემოდეს და მე შეგეკითხებით ფოთლების დაწვასთან და მინდვრების დაწვასთან დაკავშირებული ამბები როგორ არის, იმიტომ რომ ვიცით სეზონი არის მით უმეტეს ახლა და ვიცით რომ ფულადი ჯარიმები შემოიღეს და ამ თვალსაზრისით უკეთესობა არის თუ როგორი ამბავი გვაქვს ეგეც რო გკითხოთ. ესეც პრინციპში ნამდვილად სწორად ბრძანებთ, ეხლა აქტუალური თემა არის, ძირითადად რეგიონალური მასშტაბით აქტიურდება ეს თემა. აქ არის დაწესებული 500 ლარიანი საჯარიმო სანქცია ღია წესით წვაზე, თუმცა ჩვენ ყოველთვის დეპარტამენტის და პრინციპში გარემოს დაცვითი პოლიტიკა დღეს სახელმწიფოსი არის ესეთი, რომ ჩვენი მიზანი და ესე ვთქვათ თვითმიზანი არ არის ფერმერების დაჯარიმება არავითარ შემთხვევაში, პირიქით ეს არის ხელშეწყობა. უბრალოდ აქ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ როდესაც დიდ სავარგულებზე ხდება საკმაოდ დიდ მასშტაბებზე ცეცხლის წაგიდება აღნიშნული საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების, შემდგომ დიდი რისკია ხანძრების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანების, ხანძრების გავრცელების. ესეთი შემთხვევები გქონია ჩვენ. ძირითადი მოწოდება არის ეს, რომ მოვერიდოთ არსებული ტიპის, ესე ვთქვათ, ცეცხლის დანთებას ღია წესით, რომ არ დავაზიანოთ სხვისი საკუთრება და დარგობრივად რომ ვთქვათ, გარემოს დაცვითი კუთხით, მინდა გითხრათ, რომ უდიდესი ზიანის მომტანია ნიადაგისთვის, ნაყოფიერი ნიადაგი კვლევების საფუძველზე შესაძლოა აღნიშნულმა ქმედებამ ძალიან დააზიანოს და გახადოს უნაყოფო და მოახდინოს მისი დეგრადაცია. შესაბამისად, მრავალი კუთხით დამაზიანებელია და პლუს ამას ვახსენეთ, რომ არსებობს ჯარიმაც და მოვერიდოთ აღნიშნული ქმედების ჩადენას. და აქვე მაშინ რჩევა უნდა გკითხოთ, ხო, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა რაღაც დიდ ტერიტორიაზეა საუბარი, მათ ალბათ რაღაცა გარკვეული ცოდნაც აქვს და გამოცდილებათ, მაგრამ ვისაც აქვს თქვა კერძო სახლი და უგროვდება ეს ფოთლები, ნათივი ბალახი და ასე შემდეგ, რა უნდა ვქნათ, სად წავიღოთ? ხშირად ისმის ეს კითხვა, საინტერესო კითხვაა. მინდა გითხრათ, რომ არსებობს გარკვეული ალტერნატიული გზები. მანამ ამ გზას ვიტყვი, მოკლედ ვიტყვი, რომ ხშირად მოქალაქეებს და ფერმერებს, მათ შორის ურჩევნიათ, რომ მარტივი გზა გამოიყენონ, ანუ დაწვან. ადამიანებს ჩვევია საკ მარტივი გზა. კი ბატონო, მარტივად. მაგრამ ესეც არ არის რთული გზა, ეხლა რასაც ვიტყვი, აქ არის ძალიან მარტივი მეთოდი, სახელწოდება არის კომპოსტირება პროცესის და კომპოსტირება ნიშნავს მარტივად არსებული სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის, იქნება ეს ფოთოლი თუ სხვა მაგალითად ტოტები და ასე შემდეგ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მათ შორის მათი დავარგება სხვადასხვა კასრებში, ამას არ ჭირდება რაღაც დიდი ტექნოლოგიები, მარტივად სახლის პირობებში და ეს ეზოს პირობებში მარტივი გასაკეთებელია და აი ამ დავარგებული ესე ვთქვათ ფოთლებით და სხვადასხვა ნარჩენებით მიიღება ბიოსასუქი, რომელიც ნიადაგისთვის არის საკმაოდ ნიშნულოვანი განაყოფიერებისთვის დიახ. აქედან გამომდინარე ვიცი რომ დაკავებული არის თავისი პროდუქტების, ხო, ანუ პამპიდრით და ასე მოვაპატრონობით და აი ხედავ შესანიშნავი რჩევაა შენთვის. კი ბატონო, კომპოსტირების გზა ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. დარწმუნებულია რომ მოახლოეს პერიოდში რამდენიმე წელს დადგება ის რომ როდესაც აი ამ სტუდიაში ვისაუბრებთ უკვე ხილულ შედეგებზე, უფრო ფართო მასშტაბიან შედეგებზე, რასაც გამოიღებს ეს სანქციები და არა მხოლოდ სანქციები, მგონია რომ ჩვენც ადამიანებიც ვიზრდებით, მოქალაქეებს გულისხმობს ცნობიერებაც უფრო მეტი გვაქვს და რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ვეცდებით რომ მოვარო ჩვენს გარემოს და ჯანმრთელობა ერთი გვაქვს და შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, ამიტომაც არსებობს ეს საკითხი. ნამდვილად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ტატო ირემაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პასუხობდა ჩვენს კითხვას პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამის დრო რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. კი ბატონო, დროებით.